გამარჯობა როგორ მადლობთ რომ მოვდანდით. მადლობთ. უნდა ჩავასრულო როგორ ზარდებით. ერთი რაღაცა დარწმუნდა მე მგონი ყველა რომ ვერც ის რომ ვერც პანკის ასაევის 90-იან წლების გარეშე და ვერც მე-18 საუკუნის ლეკიანობას კახეთში ვერავინ ვერ გაიმეორებს. აქ იქითაც ჩვენი ძმები არიან ქეციქით, მაგრამ ჩამოვიდნენ როგორც ყოველ სტადიონზე მშვიდობიანად, სამეგობროდ, სავაჭროდ, საურთიერთოდ, სუფრაზე დიდი სიამოვნებით ყველას მივიღეთ, მაგრამ ეხლა იარაღით გამოვისეირე, ვისაც მინდა დავიჭერ, ვისაც მინდა ვიყვან, რასაც მინდა ვიზამ და ჩვენ არაფერი არ ქნათ. ეს ვის ინტერესებში შედის, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენი მტრის, ჩვენ საქართველოს დამყრობას. მე ვფიქრობ, კახეთის ხალხი და თქვენც მათ შორის დარწმუნდით, რომ საქართველოში ხალხი დაცულია. ძალიან რთული ოპერაცია იყო, ურთულესი ხეობა. აქ 20 კი არა 5 რო გამაგრებული იყო. მაგის განეიტრალება გაჭირდებოდა. მაგრამ ჩვენი ბიჭები, პეცრაზმელები ძალიან გმირულად მოიქცნენ, მათ შორის თავის სიცოცხლის ფასი. მაგრამ ესეთი აქ რომ მშვიდობა იყოს, ეს არის ყველაფერი. ამისთვის მათ შორის ჯარისკაცები ხდიან სიცოცხლის ფასს, მაგრამ ბევრად უარესია რომ ამის დაგვეშვა მე რა მოხდებოდა ყველა კარგად ნახეთ 10 წლის წინ. მე შეიძლება ყველა მოედოს და ისევ დაიწყოს კრიმინალი, გატაცება, უბედურება და ეხლა ეს სხვა ქვეყანას ვაშენებთ, ვაშენებთ რაც შეგვიძლია წელებზე ფეხს ვიდგავთ, გზები მიყვავს ყველგან, ქალაქებს ვაშენებთ, ეგრეთ თელავი როგორ შენდება უყურებთ. აღსადგენი გვაქვს რა სტიქიამ დაგვინგრია, თველი გვაქვს ეხლა გასაკეთებელი, რა დროს ლეკიანობაა და რა დროს არეულობა ეხლა ეს სრულიად გამორიცხულია. ხა ამათ ცოტა დრო და მიმართულება შეეშალათ. ვინც ეგენი გამოაგზავნა და ვინც გადმოვიდნენ იმათაც. მაგრამ და მეორე ახლა ხელის აღმართვა ჩვენ მოქალაქეებს არავის არ ეპატიება, мотиваცია რაც არ უნდა გქონდეს, ახლა კიდევ ერთხელ სუფრაზე დავპატიჟებთ, მაგრამ რას ნიშნავს ვიღაცა წავიყვანე, ვიღაცა წამოვიყვანე, აქ შობლები გიჟგვანდნენ, მე კიდე პირველ დღეს ვერ გავიგებ, მეორე თუ მესამე დღეს გავიგე მათი ამბავი და ვინც პირველი საათიდან ძებნა დაუწყო, როგორია ეს ჯანღონით ახსენს რომ გაუჩებ სადღაც რო გონია მშვიდობა და უცებ ვიღაცა დაადგება თავზე და თავის რაღაცა მიზეზებისთვის სადღაც წაიყვანს. რას ნიშნავს? ის კი არა პირველ დღეს წაყვანა არ შეიძლება და ადამიანს წაყვანა როგორ შეიძლება? პატრონო მიხეილ. ჯერ პირველ რიგში გესალმებით. მადლობას გიხდით აქ მოგწესრიგეთ. აი ეს სკოლა სადაც დგას, ისეთ მდგომარეობაში იყო რომ აი წაქცეული იყო. კიდე რა გასაკეთებელი მითხრა? ზა, მითხან გაცოცხლოთ დედმამის ალოცავმა. რასაც ქართველები გლოცავთ, თუ სადმე რამე თუ შენთან ყოფილიყო შილო შენი სორჩულისთვის. ჩემთვის უნდა ყოფილიყავით თქვენ რო კარგად იყოთ, მაგრამ მე არაფერს ხო არ მინდა. ჩვენ რო კარგად უსაფრთხო და კარგად იქნები, ენაცალო შენ. და მე ვიქნები კარგად, როცა გზასაც გამოვიყო, უსაფრთხოება რო არასოდეს აღარავინ აღარ დაგოსწრებთ. აი ეგ არის თავარი უსაფრთხოება. მოდი ახლა ჯერ დავიწყოთ გზით. მე კლუბით ჩვენ წაღან თქვენ თქვით რომ მეო 3 დღის შემდეგ გავიგებთ. თქვენ ისეთი ხალხი გყავთ. აქ უკვე. აქ იყო იმ ღამეს დავითაშვილი. აქ იყო ნუგზარი ხუცაიძე. აქ იყო ჩვენი გამგებელი მორისი, რომელიც ესე იგი დედა ღამე იდგნენი. თვითონ გამგებელი მორისი იქ იყო. ხელი ღამე გაათენა იქ სემო. აგერ ყავს ჩვენი ბიჭიც იქ ყავდა. გუბერნატორი ღმერთმა გითხან ლიანად ესე იგი ყველა გიდგას ვერჩი. ესენი არიან მაგარკაცია. მაგ კაი კაცია. და ძალიან დიდ პირველ ღამესვე თავის ბიჭები წავიდნენ. თავის ბიჭებს არ შეეკრა გზა. გამგებელი და ძალიან ისეთი იმით იყო რომ ისე სოფელმა ჩვენი ბიჭები იყვნენ, ჩვენი ბიჭები ძირითადად რომელთაც იყო ეს შეიარებული ბანდის ვიცი ჩვენებმა გაიციან და იმით ისეთი რთული ხეობა იმდენი ჩამოსახვევია მან ეხლა რაც 5 და 7 და 10 და 20 კაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ისე რომ 3000 რომ მიიყვანა არაფერს არ ნიშნავს. კი, ძირითადად ჩვენი ბიჭები იყო, მაგრამ ძალიან აქტიურად მეცნიერები. იმდენი აქ საფრთხელი მე სკოლას ხელმძღვანელობ და მადლობა მინდა გადაგიხადოთ 80 მოსწავლიანი სკოლა როცა აი ამ დონეზე გარემონტდება ესეთ რაიონულ ცენტრს ესე მოშორებული ჩვენ უკვე თავი ხე გზით მოგზავო და აღარ იქნებით მოშორებული.